ჩემი აზრით სახალხო ხალხი იყოფა ორ კატეგორიად რა. ერთი კატეგორია, რომელიც წინა წელს აჯამებს და ახალი წლის გეგმებს სახავს და ძალიან ესე ხდება ახალ წელს, რომ აეხლა წელს მე ამას შევწვდი, იმას გავაკეთებ, იმას. მეორე კატეგორია არის, რომელსაც ვაფშე არ აინტერესებს. არც წინა, არც ახალი, არც რეზოლუციები. ესე ხდება, არც არაფერს გეგმავს, არც არაფერი არ აინტერესებს. როგორც მიყვებოდა ხმდენებას, ისე მიყვება. მე ვარ პირველი კატეგორია, რომელიც აჯამებს და გეგმავს რა. ანუ 1 იანვარს ვიღაცა რო არის ნაბახურსევი, მაგალითად, მე ვარ 1 იანვარს დილით 11 საათზე ვზივარ და რაღაცა ვაპდეითებ ჩემ ბიზნესს და გეგმებს შემდეგი წლისთვის. მაგრამ რომ გითხრა, რომ რაღაცა დიდი საახალწლო განწყობა და ნაძვის ხედა თოვლის ბაბუა და რაღაც ეგ ტიპი არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ შეჯამება, გაზომვა, ახალი მიზნების დაგეგმვა, რაღაცა გადაწყობა მაინდსეტის და ასე შემდეგ, ეგ მახასიათებს. და ამართლებს ეგ მიდგომა წინა წლამდე? ჩემთვის 100%-ით ამართლებს. იმიტომ რომ მე მაგალითად 1 იანვარს ვასრულებ მიზნების ჩამოწერას და რედაქტირებას და 1 იანვრის მერე ეგ დოკუმენტი აღარ იცვლება. და შესაბამისად ჩემ თავთან ჩაკეტილი ვარ ესე. ვიცი რომ თუ შევასრულებ, თუ ვერ შევასრულებ, ჩემი ბრალი იქნება და სხვა არავის.